გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და დავიწყებ იმით, რომ ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ მე არც ნაცი არ ვარ და არც ოპოზიციის მხარდამჭერი არ ვარ და არჩევნები რო იყო, წავედი და ქართულ ოცნებას მივეცი ხმა და შემდეგ არჩევნებზეც რომ იგივე სიტუაცია იყოს, რომ აქეთ იყოს ქართული ოცნება და იქით აი ეს ნაგავი ოპოზიცია, ისევ წავალ და იძულებული ვიქნები, რომ ქართულ ოცნებას მივცე ხმა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე რა თქმა უნდა არ ვაპირებ, რომ აი რაღაცეებზე არ ვილაპარაკო რა. და ამ რაღაცეებში ვგულისხმობ ბოდიშით და თავზე გადაჯმას, რასაც ძალოვანი უწყების თანამშრომლები ბედავენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ეხა დღეს უყურებდი გამოვიდნენ და თავი მოქონდათ კობახიძეს და მდინარაძეს და ვიღაცებს, რომ აიო 5 პოლიციელი დავიჭირეთ ძალის გადამეტებაზეო, პროჭი გურამა რო გალახეს და ეს პროჭი ხაბეიშვილი და ვიღაცები იმ აქციებზე. და ესენიო, დავიჭირეთო და აიო ჩვენო სამართლიანები ვართო. და აი ამ ქართული ოცნების გასაგონად და ზოგადად რა აი ამ ხელისუფლების წარმომადგენლების გასაგონად ვიტყოდი. ეგენი რო დაიჭირეთ გასაგებია და კარგია თუ რაღაცა სამართლიანად იქცევით, მაგრამ აი ჩემი ახლობელი რო გალახეს ირაკლა გუშინ მუხიანში ბიჭი, ავადმყოფი ბიჭი, ავადმყოფს გულისხმობ ნარკოდამოკიდებული, რომელმაც ესე იგი, რა ვიცი მე, ჯერ ხო იწვალა, იჩალიჩა, რაღაცა ფული იშოვა წვალებით, მერე ჩარიცხა რაღაცა საიტზე, მერე იყიდა, წავიდა იმ მისამართზე. მივიდა, იქ დახვდნენ პოლიციელები. ესე იგი გამოაგდეს იქიდან შეურაცხყოფები მიაყენეს, ეს ბიჭი ცუდად იყო, ფიზიკურად ცუდად იყო, წამოვიდა, ელოდა, რომ იქნებ წამოვიდნენ ეს პოლიციელებიო, რომ მიბრუნებულიყო და იმ მისამართიდან დაიყო თავისი ნაყიდი ის შხამი. ისე მოეჩვენა, რომ ეს პოლიციელები წამოვიდნენ, მივიდა ეს ბიჭი იქ და მივიდა თუ არა, მივარდნენ და შენ კიდე აქ ხარ, შენ აბოზარო და რაღაცეები და ტელეფონი და არა მისცა ტელეფონი ამ ბიჭმა და გატეხა და შეიძლება მეც მასე მოქცეულიყავ, იმიტომ რომ იმ ტელეფონში იმ მისამართის გარდა მილიონი ინფორმაცია აქვს და რა ვიცი, პირადი ინფორმაციები და SMS-ები და რაღაცეები და რა თქმა უნდა არასასიამოვნოა ვიღაცა დედამოტყნულმა რომ ჩემ ტელეფონში რაღაცეები იქეკოს და ვის რა უწერდა. რა მაქვს ტელეფონში, რატო უნდა ნახოს ვიღაცამ და კი მეც მასე ვიძავ, რა თქმა უნდა, არც ტელეფონის პაროლს არ ვეტყვი და თუ საჭირო იქნება დავამტვრევ საერთოდ ამ ტელეფონს. მოკლედ აი ამ პაროლი მითხარი არ გეტყვი და ამ რაღაცა გახსენი ტელეფონი არ გავხსენდა ამაში. ერე მოშლება ამ ბიჭმა თან ცუდად იყო და ვინც იცის ეხლა აი ლომკას რასაც ეძახიან, ლომკაში მყოფი ადამიანის ან ნერვული მდგომარეობა და ამ ფიზიკური მდგომარეობა კარგად მიხვდება, რასაც ვლაპარაკობ და აი ამ მდგომარეობაში მოკლედ აი ამ ტელეფონზე რაღაცეები თან შეურაცხყოფებს აყენებდნენ ბიჭს და დაამტვრია საერთოდ ეს თავის ტელეფონი აიღო და ამის დედაც მოუტყანო და ვაფშე დაახეთქა და გატეხა და ამაზე გამწარებულებმა ძირს დააგდეს და წიხლები ურტყეს ბიჭს, აი ცუდად მყოფ, ავადმყოფ ბიჭს, რომელიც არის, რა ვიცი, ეგეთი ზრდილობიანი კაცი შეიძლება ამ ქალაქში თითზე ჩამოსაცვლელი და დადიოდეს რამოდენიმე უწესიერესი უსაყვარლესი ბიჭია. და აი ეს დააგდეს და ზეთხტუნაობდნენ და აგინებდნენ და წიხლებს ურტყავდნენ ეს დედამოტყნულები ესენი და რა ვიცი, აი ეს არის ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული ბრძოლა რაღაცა იმას ნარკოტიკების წინააღმდეგ, რა ვიცი, ამით მოგაქვთ თავი მაგის დედამოტყან, რომ წინა ვიდეოებიც მაქვს რა, ადრეც მაქვს გაკეთებული, რომ თქვენი ნარკოპოლიტიკა, გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა გადატეხეთ ისევ აი ამ ავადმყოფი ხალხის კისერზე და
დადიხართ ბიჭო და იმას ლაპარაკობთ რომ ამ ბარიგებსო ვერ ვიჭერთო აი ეს რაღაც გართულებულიაო აი საიტებით რო იყიდება მაგიტო და აუდგეთო და ეს დედა მოუტყნათო მორფინისტებსო და ესენი რო არ იქნებიანო მე ისინიცო აღარ იქნებიანო აი ეგ არის თქვენი გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა და მისდექით ისევ და იმარტივებთ საქმეს და ავადმყოფ ადამიანებს კიდევ დედა რო აქვს კაც მოტყნული კიდევ უარესად დედას უტყნავთ აი ეგ სახე გქონიათ რა ვიცი თქვენ რა და მაგით მოგაქვთ თავი მაგის დედა მოტყან და აი თუ ნახავს ვინმე რა პოლიციელი რომელიც აი გუშინ ვინც მუხიანში მაგ ბიჭს ურწყავდით იქ და შეურაცხყოფას აყენებდით თქვენი უთავმოყარეო თქვენ არ ხართ ბიჭოკა თქვენი დედა მოტყან აი მე პირადად არც სახეს მალავ და არც სახელს და არც გვარს და მოდით და რა ვიცი თუ არ მოგეწონებათ ის რომ თქვენი დედა მოუტყან აი მე პირადად ვინც გუშინ მაგ ბიჭს ირაკლას შეურაცხყოფას აყენებდით და წიხლებით შედექით ძირს დაგდებულ კაცს ფეხზე რო ძulis იდგა ისე გული დამეწვა რა დამართეთ ბიჭს თქვენ აბოზრებო თქვენ აი თქვენი დედა მოუტყან და თქვენ შვილებს ევლოს მთელი ცხოვრება ლომკაში აი რო რა დღეშიც გუშინ ის ბიჭი იქ იყო აი მაგ დღეში ევლოთ თქვენ შვილებს თქვენი დედა მოუტყან მე და მე ერთი როგორ მოგეწონებათ და როგორ იქნება მე ნახეთ რა ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ნახოს აი ეს ვიდეო და ანახეთ რა ვიცი და მოიკითხეთ ბიჭო რომ გამოდიხართ აქ და ბრიფინგები და ნარკოპო რა გაამკაცრ რა ნარკოტიკი შემცირდა მოდით მე გაყიდინებთ ნებისმიერ ნარკოტიკს აი ვინც ხელისუფლების წარმომადგენლებს ილუზია რო გაქვთ ნარკოტიკი შემცირდაო მოდით და რა ვიცი ნებისმიერ ნარკოტიკს ნებისმიერ ფასში აი აგერ საიტებიდან გაყიდინებთ და რა თქვენი გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა არის თქვენ პროჭებო რომ გაიმარტივეთ საქმე და რა მისდექით როგორც ვიძახი ისევ იმას რა ქვია მომხმარებლებს და რა შვებიან ეხა ნახე ფეხი აი ეს დამდები სიტყვაზე ხო დაიჭერენ ერთ დამდებს ამ მისამართებს ხო ათქმევინებენ და ხო ნახულობენ სად აქვს დალაგებული ნარკოტიკები რა კონკრეტულ ვიღაცა ტიპს დამდებს მე მიდიან და ამ მისამართებთან დგებიან და ამ ნარკოტიკს კი არ იღებენ და კი არ ანადგურებენ და ან საცავში კი არ მიაქვთ ამ დედამოტყნულებს დგანან იმ მისამართებზე და ელოდებიან რომ მივიდეს მყიდველი მომხმარებელი რომ დაიჭირონ და ამით მე აი სტატისტიკა აჩვენონ რომ ამდენი ნარკოდანაშაული გაიხსნა აი მაგ მიდგომამ მოუტყნა დედა ნაცებს და მაგან დაღუპა ნაციონალური მოძრაობა და იგივე ყლეობას აკეთებთ ეხლა თქვენც მიგინები ეხლა ბევრი შეიძლება გინება გამომივიდა მაგრამ რა ვიცი ღირსი ხართ მართლა ბიჭო რა გჭირთ რამ გაგაბოროტათ და რამ გაგამწარათ მაგის დედა მოუტყან მე ეგ არის თქვენი წესიერება და ეგ არის თქვენი ის რაღაცა ლოიალური დამოკიდებულება და ადამიანის უფლებები და რა ვიცი მაგარი ქვეყანა არა თქვენი აი ვინც კიდევ ერთხელ ვიძახი აი გუშინ ვინც მუხიანში ჩვენ მეგობარს აი ეგრე მოიქეცით როგორც მოიქეცით თქვენი არაკაცი დედა მოუტყან მეც ვიყავი ბიჭო პოლიციელი მაგრამ ეგეთი ყლეობა ცხოვრებაში არ მიქნია რომ კაცი იმიტომ და ესე დამეჩაგროს გამილახია მაგრამ ისეთი გამილახია რომ აი ეხლაც რო გავლახავდი და ნებისმიერ სიტუაციაში ისეთი კაცი გამილახია იქაც თუ გამილახია და თქვენ აი გუშინ ვინც ეგ იკადრეთ თქვენ ხართ ვიღაცა რა ვიცი არაკაცები რომლებს ბმაც ეგ ფორმა ჩაიცვით იარაღი გაიკეთეთ ხო მე თურმე ერთმა იარაღი გააწრო ვაფშე დედამოტყნულმა და ვითომ რაღაცა და კონდახი ურწყეს ბიჭს და უმიზნებდა და რაღაცებს ყლეობდა თურმე ვიღაცა ერთი დიდი რომელიც იყავით აი ყველაზე დიდი ფიზიკურად გუშინ მუხიანში აი შენი დედას შევეცი მე ვინც გუშინ აი ყველაზე მეც აქტიურობდი რა აზე მოდით ცოტა აზე მოდით ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებო რა რას აკეთებთ ვაფშე ხო არ გამოყლევდით თქვენ ბოლო